მე ადამიანი რომელიც მაშინ მსახურობდი მე არ მივცევ ჩემ თავს იმის უფლებას რომ თუნდაც ჩემი ვიდეო ლაივი წლების შემდეგ რაღაცა ჩემ ქვეყანას ზიანი მოუტანა მაგრამ ეს გოგავა ეს შენ ნამუსზე იყოს რასაც ამბობ აბა რისთვის ემზადებოდით მაშინ თუ საფრთხისთვის არ ემზადებოდით იქედან მაშინ რისთვის ემზადებოდით 7 ნოემბრის აქციების დასაშლელად ემზადებოდით ჯარი ამისთვის გინდოდათ თუ კარტის სათამაშოდ გინდოდათ ძალიან კარგად რო იძახი მანევრული თავდაცვა ჩავატარეთო მანევრული თავდაცვა ეს კიდე ცალკე უვიცობა და იდიოტიზმი აი საცოდაობა რა არის ხალხო იცით აი საცოდაობა რა არის ამბო იქ საუბარი მიდის იმასთან დაკავშირებით ეს პირდაღებული ეს წულუკიანი და სუბარი და ესენი ეუბნებიან რომ ახლა საველე ჰოსპიტალიო რომელიცო საგურამოს საველე ჰოსპიტალის სწავლება ჩატარდა ომამდეო ამან თქვა და იმან თქვა ბიჭო დაცინის გოგავა ამ შემთხვევაში საველე ჰოსპიტალს გაშლის არმია და ამის წვრთნები ექნებათ ქალბატონო რა ვიცი მე კომისიის თავმჯდომარე თუ მინისტრო თუ წულუკიანს მინდა უთხრა და სუბარს და სხვა დაკლეებული აბა არმია რას გააკეთებს საველე ჰოსპიტალის გაშლა და წვრთნების ჩატარება საველე ჰოსპიტალთან დაკავშირებით ეს ომის დაწყების პროვოცირებას ნიშნავს და ამის კითხვის დამსმელი ნორმალურია ახლა აბა რა უნდა აკეთოს არმია წვრთნები არ უნდა ჩაატაროს სამედიცინო მიმართულება იქნება კავშირგაბმულობა იქნება აი ეს კითხვა როგორ უნდა დაუსვა რომ ომამდე საველე ჰოსპიტალი გაშალეთ სადღაც წვრთნების ჩაატარეთ და ეს რატომ მოხდაო არა გასაგები ახლა წულუკიანი ხალია ახლა სუბარს და დანარჩენს და იქ სამხედრო არავინ არ ზის და ისე ჩემოკარგებო არმია სხვასთვის არაფრისთვის ემზადება პროფილური მიმართულებები მით უმეტეს რომელიცაა სამედიცინო მიმართულების ბატალიონები საველე ჰოსპიტლების დაშლა აწყობას და სამედიცინო წვრთნებს ატარებენ კავშირგაბმულობას ატარებს ქვეითები ქვეითის დავალებას ტანკისას და ავიაციისას მაგრამ ეს რა მოსატანია და ამას უსვამენ ამას გოგავას კითხვას და გოგავა ცემს ამათ პასუხს და საცოდავებს რა ბდეში აქვს ხო საინტერესო მე ახლა აქ ესა რა ქვია სხვადასხვა იქიდან გამომდინარე აკითხვებიც იყო დასმული ისე მივყვები რა თურმე 6-დან 6 და 7 აგვისტოს ეს ვაჟბატონი აცხადებს რომ სააკაშვილთან შეხვედრა არ ქონია თურმე ანუ რაშია საქმე იცით 6-ში ჩემი ასეულის ბიჭები დაიღუპნენ 6 აგვისტოს რომლებიც ავნებინულის პოსტზე იმყოფებოდა თაყაძე და ტრაპაიძე აცხონოს ღმერთმა ათისულებით ჩემი ბატალიონის ყმან თაყაძე იყო უშუალოდ ჩემი ასეულის რომელიც სამშვიდობო მანდატში იყო ბიჭო თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული შენაერთი რომელიც დგას კონფლიქტის ზონაში დაბომბვის შედეგად იღუპება 2 ჯარისკაცი დაჭრილები იქ რა ზუსტად არ მახსოვს რა რაოდენობა იყო მაგრამ თავარ სარდალიდან ნომერ 1 სამხედრო შეიარაღებული ძალების ერთმანეთს არ ხვდებიან ერთმანეთს სალაბარაკო არაფერი არაა სამხედროები იღუპება, ჯარისკაცები იღუპება, თავარ სარდალი და გენშტაბის უფროსი ერთმანეთს არ ურთიერთობს. აბა რას აკეთებთ? და საინტერესო, აი ყველაზე საინტერესო ნახეთ რა ეზია, აი ამაზე საერთოდ სასაცილოა ხალხო. აგვისტოს 23 საათსა და 45 წუთზე მე რა ქვია დამირეკა მეო სააკაშვილმა. ანუ თავარსარდალმა დაურეკა გენერალური შტაბის უფროსს და უბრძანა ტელეფონით თურმე შეიარაღებულ ძალებს დაეწყოთ სასიცხლე წერტილების ჩახშობა. და
არმიამ დაიწყო მოქმედება, იმიტომ რომ გაიცა ბრძანება.